პირველი კურსდამთავრებული ყავს ქუთაისის უნივერსიტეტს, რაც თბილისში აქვს ქართული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში კონკრეტულად ამ. უბრალოდ ყოველთვის ეს ისტორიული დღე არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის და მისი პირველი კურსდამთავრებულებისთვის მიულოცავ მათ კიდევ ერთხელ ამ მათი ცხოვრებისთვის ისტორიულ მომენტს და ამ უნივერსიტეტისთვის ისტორიულ მომენტს. ამ უნივერსიტეტის მნიშვნელობა ცდება მხოლოდ იდეას იმისა, რომ არსებობდეს კიდევ ერთი უნივერსიტეტი საქართველოში. იმის გათვალისწინებით თუ სად ვიმყოფებით ქუთაისში, ეს არის გაგრძელება იმ ტრადიციის, რომელიც გელათის აკადემიით დაარსდა და ჩამოყალიბდა და ჩაეყარა საფუძველი საქართველოში, კერძოდ იმ იდეისა, რომ ევროპული განათლება უნდა მიიღონ ჩვენმა ახალგაზრდებმა არა მხოლოდ იმ შესაძლებლობით, რომ იმოგზაურონ სხვა ქვეყანაში და იქ მიიღონ განათლება, არამედ ამ დონის განათლება უნდა იყოს საქართველოში ეს ერთი და მეორე ქუთაისის უნივერსიტეტი თავისი განსაკუთრებული ინფრასტრუქტურით არის ასევე გელათის აკადემიის ტრადიციის გამგზელებელი იმ მხრივ, რომ აქვს პრეტენზია გახდეს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის მნიშვნელოვანი რგოლი და ერთ-ერთი მონაწილე მისი განვითარების. ასე კიდევ ერთხელ ულოცავ როგორც პროფესორ მასწავლებლებს და ადმინისტრაციას ამ უნივერსიტეტის, ისევ სტუდენტებს და განსაკუთრებული არის როლი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის, რომელსაც ეკუთვნის იდეა, რომ ამ ადგილას, სადაც თავის დროზე გაუვალი ჭაობი იყო, შექმნილი იყო საგანმანათლებლო კერა და აი სულ რამდენიმე წლის თავზე ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ პირველი გამოშვება არის სტუდენტების და ვხედავთ თუ რამდენად ვითარდება ინფრასტრუქტურულადაც ეს უნივერსიტეტი. თავისთავად ეს არის მნიშვნელოვანი თემა, რომელიც წყალგამყოფი არის. წყალგამყოფი იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც ამ ქვეყნის პატრიოტები არიან და ამ საზოგადოების პატრიოტები არიან და იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც საკუთარ დღის წესრიგს აწყობენ იმაზე, თუ რას ეთქვიან გარედან. და სწორედ ეს არის, რაც უთხრეს გარედან, იმას აკეთებენ. ეუბნებიან, რომ მხარი არ დაუჭირონ ამ კანონს, ამიტომაც ხარს არ უჭერენ. თუმცა იმასაც ვერ ბედავენ, რომ მოვიდნენ პარლამენტში და ეს საჯარო თქვა, იმიტომ რომ იციან, დადიან წინასაარჩევნო შეხვედრები აქვს და იციან, რომ მათ რა თქმა უნდა დაუსვამენ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატო უჭერენ მხარს LGBT პროპაგანდას, რატო უჭერენ მხარს, რომ სკოლებში და ბაღებში ბავშვებს თან შექონდეთ სასწავლო მასალებში LGBT პროპაგანდის თემები და ასე შემდეგ, რატო უნდა იყოს დაშვებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ან სამოქალაქო პარტნიორობა და სხვა თემები, რომელზეც სწორედ ეს კანონი არის მომართული. ბატონო შავა, ესპანურმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, სადაც საუბარია, რომ საქართველოს რეფორმების გატარების კუთხით მნიშვნელოვნად უსწრებს უკრაინასაც და მოლდოვასაც. ამბობენ იმას, რომ ამბობთ მთლიან დროის განმავლობაში თქვენ საუბრობთ ასევე ოპოზიციის მოტივაციაზე, როდესაც ისინი სამუშაო ჯგუფებშიც კი ანადგებდნენ, რაზე მეტყველებს ეს კვლევა და ხომ არ არის დასტური იმის, რასაც მართლაც უნდა ამბობს და რატომ ჭიანურდება მოლაპარაკების ხარისხის პერსპექტივა. ეს კიდევ ერთი დასტური არის, რომ როდესაც საქმე ეხება ფაქტებს და რეალობას, იქ ნათელი არის საქართველოს ლიდერობა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით და რიგ შემთხვევაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებითაც კი, მათ შორის მმართველობის სხვადასხვა ინდექსებით. და ეს აჩვენებს თუ როგორი ცრუ ნარატივები ყალიბდება და ვრცელდება საქართველოს წინააღმდეგ და სამწუხაროა, რომ ჩვენ ვართ ახლა იმ ეტაპზე, რომ თუკი მანამდე ჩვენ დეზინფორმაციის, ასე ვთქვათ, ტალღა მოდიოდა ხოლმე უფრო ჩრდილოეთიდან, სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით რაც დაიწყო ომი უკრაინაში, ჩვენ ვართ მომსწრე, რომ ცრუ ნარატივები ვრცელდება დასავლეთიდან საქართველოს წინააღმდეგ, სხვადასხვა პოლიტიკოსები, ჯგუფები, პოლიტიკური და ასე შემდეგ, პირდაპირ სიყალბეს და ცრუ ბრალდებებს უყენებენ საქართველოს, თითქოს და არის დემოკრატიული უკუსვლა, რაც არის რა თქმა უნდა ზუსტად აი ამ ცრუ ნარატივების შექმნა
და გავრცელება საქართველოს წინააღმდეგ. იმიტომ რომ ყოველ ჯერზე ეს იქნება ეს ან კვლევებით დასტურდება რომ ეს არის სიცრუე, ან ყოველ ჯერზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადასტურებს ხოლმე რომ ეს არის სიცრუე და არც ერთხელ, არც ერთი დიპლომატისგან, რომელიც ასეთ სრულ ნარატივებს ავრცელებდა საქართველოში, არც ერთი დონორისგან, რომელიც ამ სრულ ნარატივს ავრცელებდა, არც ერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან, რომელიც ამ სრულ ნარატივებს ავრცელებდა, ქართულ ხალხს ბოლოს ბოდიში არ მოусმენია და პირიქით აგრძელებენ ხოლმე კვლავ სრულ ნარატივების გაგრძელებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, როცა ვსაუბრობთ ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვაზე, რომ შეწყდეს სრულ ბრალდებები და სრულ ნარატივები ქართული ხალხის წინააღმდეგ. ბატონშალა წყალტუბოში თქვენი თანაგუნდელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მინდა რომ გითხრათ ზოგადად შეურაცხყოფის და ბულინგის კამპანია, რასაც თქვენ მმართველი გუნდის ვაწერობთ, ხშირად საუბრობთ, რამდენად არის გამოწვევა წინასაარჩევნოდ და მით უმეტეს ესეთი შედეგები სამწუხაროდ ეს საერთოდ ჯამში ეს არის უცხო სხეული, რომელიც ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და ზოგიერთი NGO-ების მხრიდან. ეს არ არის ქართული კულტურის ნაწილი, ეს არ არის ქართული საზოგადოების ნაწილი. არის უცხო სხეული და ჩვენ ხანდახან რომ ვაკვირდებით სხვა ქვეყნების დებატების კულტურას, იქ ვატყობთ ხოლმე თუ რამდენად მკაცრი, ხისტი ან უხეში შეიძლება იყოს თქვათ იგივე კამათის კულტურა. ეს არ არის ჩვენი საზოგადოების ქართული კულტურის ნაწილი. ეს არის და სწორედ ამიტომაც არის პრობლემა. მე არაერთხელ მქონდა ამაზე დონორებთან საუბარი, რომ მათ მიერ დაფინანსებულ NGO-ებს მიაქციონ ყურადღება იმ მხრივ, რომლებიც ჩართული არიან ძალადობაში, ბულინგში, სიძულვის ერის გავრცელებაში, მაგალითებიც არაერთხელ მომიყვანია მათთვის. არის ჩუმი თავდახრა, დათანხმება რაღაც საკითხებთან, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი ყოველთვის იყო ნული. როგორც პირად შეხვედრებში ვეუბნებოდი, მე ვესროლე კამპანიასთან დაკავშირებით მაგალითად მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელს ესროლეს, ამას ეს და ამის რომანტიზებას ახდენდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სირცხვილია. ეხლა ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, როდესაც ევროკავშირის ბიუჯეტი იხარჯება მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზებაში და იმაში, რომ პოლიციისთვის ცეცხლის წაკიდება ნორმალური არის. რომელიმე ევროპული ქვეყანა ამას დაუშვებდა, რომ მათ ქვეყანაში საქართველოს ან სხვა ქვეყანამ აფინანსოს ესეთი კამპანიები, რომელიც იტყვის, რომ გერმანელ, ბელგიელ, ფრანგ პოლიციელს შეგიძლია ესროლო მოლოტოვის კოქტეილი ცეცხლი წაუკიდო. მაგრამ სამწუხაროდ რეაქცია იყო ნული ყოველ ჯერზე და პირიქით თითქოს მეწყენა რომ მიდის რომ შენიშვნა კეთდება. აი ეს არის შედეგი ამ ყველაფრის. აი იმ წაყურვების ზუსტად, რასაც დონორების მხრიდან ქონდა NGO-ების მხრიდან, იმ წაყურვების, რომელიც უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან აქვს ნაციონალ მოძრაობის და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, როგორც აი რომ იხუტებდნენ ამ რადიკალებს. აი ამ ჩახუტებამ მოიტანა ზუსტად ეს შედეგი. აი ბულინგის კამპანიის გაგრძელებაზე მინდა გითხოთ, თუ შენ ბულინგის კამპანიის გაგრძელებაზე გითხოთ, ვიცით დავით მათიკაშვილის ოჯახთან დაკავშირებით და გაიგო რომ ვიდეო მასალა გადაღებულია ამერიკული დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ, რომელიც პარალელურად არის ილიაუნის პროფესორი. ანუ რას ხედავთ ამ პროცესების უკან, როდესაც თქვა დონორი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი? ეს არის სწორედ მე იმას ვჩიოდი, რომ დონორები მათ მიერ დაფინანსებულ NGO-ებს არეუბნებიან, რომ შეწყვიტონ ბულინგი და ღირსების შემლახავი კამპანია და თურმე სათხარ, თურმე თვითონ დონორი არის ამით დაკავებული, თვითონ არის ოპერატორი, რეჟისორი, პროდიუსერი და გამავრცელებელი ვიდეოებისა, რომელიც ჩვენ ვნახეთ და რომელსაც მე თავმომწონედ თან ავრცელებენ, როდესაც ოჯახის წევრების თანდასწრებით, არასრულწლოვნების თანდასწრებით არის პირდაპირ თავდასხმა ადამიანზე. ეს არის სამარცხვინო, ამიტომაც ვამბობ, ეს არ არის ქართული კულტურის ნაწილი. ეს არის შემოტანილი თავსმოხვეული რაღაც ინსტრუმენტები პოლიტიკური ბრძოლისა, რომელიც უცხო არის ჩვენი საზოგადოებისთვის და ამიტომ თლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც აი ასე წაყრუებით, თვალის დახუჭვით და მოძალადე და სიზღვის კამპანიის შემოქმედების ჩახუტებით, როგორც მიიყვანეს ამ მდგომარეობას. LGBT კანონთან დაკავშირებით თქვენ ხედავთ, რომ მთავრობა და მე ვიმყოფებით ქუთაისში, ხოლო ბუნდესტაგის დელეგაცია იმყოფება თბილისში. მას იცით რომ შეხვდათ ნიკოლოზ სამხარაძე ამ დელეგაციას ეს არიან საგარეო ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები ჩვენი პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა ასე რომ ის მას ჰქონდა შესაძლებლობა კოლეგებთან საუბრის. პროკურატურამ გახსნა როგორც საერთო კონცენტრების მორიგი საქმე და მტკიცებულება გირკვევა რომ საქმეში დევს კესერაშვილისა და მისი ოჯახის წევრებზე სწორედ კონცენტრებიდან მიღებული
ვერ გეტყვით, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში მსჯავრდებული დავით კეზერაშვილი, რომელსაც 6 წელი აქვს მოსახდელი საქართველოში 5 მილიონი ევროს მოპარვისთვის, თავს აფარებს ევროკავშირს. ასე რომ ყველა კითხვა მიემართება ევროკავშირს. შეგიძლიათ მათ კითხოთ, რატომ აფარებს თავს კრიმინალი, რომელიც ამავე დროს ქართულ პოლიტიკაში ერევა შავი ფულით, რატომ არის ის თავისუფლად გადაადგილდეს თავისუფლად ევროკავშირში. რა კავშირი აქვს ამას ევროპულ ღირებულებებთან, კანონის უზენაესობასთან, ან სხვა რაიმე პრინციპთან, რომელზეც ასე მაღალი ტრიბუნიდან გვესაუბრებია ხოლმე ჩვენ. ეს არის სწორედ კითხვები, რომელიც მიემართება ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, რომ როგორ ხდება, რატომ არის ევროკავშირის ტერიტორია ასეთი, ასე ვთქვათ, ასე უქმნის ასეთ თავისუფლებას კრიმინალს, რომელიც მე თავად უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პენსიონერებს ძარცვავს. ამაში ცოტა ხო უნდა დაფიქრდნენ ამაზეც, ხო თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ქართულ მართლმსაჯულებას არის გაქცეული ეს ადამიანი. ამიტომ კიდევ ერთხელ, აი ყოველ ჯერზე ჩვენ ვაკვირდებით თუ რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს ხოლმე საქმე, როდესაც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან გვესმის შენიშვნები საქართველოსთან დაკავშირებით, ქართულ მართლმსაჯულებასთან, დემოკრატიასთან დაკავშირებით, გავიხედოთ რა ხდება. ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და ადამიანი, რომელიც საქართველოში აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს, ამ ყველაფერს აკეთებს ევროკავშირის ტერიტორიიდან. როდესმე ხო უნდა დაესვას ამას წერტილი, ვიღაცამ ხო უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა. ამიტომ ყველა კითხვა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით მიემართება ევროკავშირს. დასავლეთის მხრიდან კრიტიკა თუ შეიძლება გკითხა. ეს ბოლოს წინაშე არა, რა თქმა უნდა, ესეთი მოთხოვნა, ვის არასდროს არ გაუვრცელებია თუ გაუჟღავნებია. თქვენ თუ კრიტიკას ეძახით მოლოტოვის კოქტეილის სროლა, მაშინ ჩვენ ვერ თანხმდებით იმაზე თუ რა არის კრიტიკა. მოლოტოვის კოქტეილის სროლა არის ძალადობა. ამისი პოპულარიზაცია არის ძალადობის წახალისება. ამიტომ რა თქმა უნდა, როდესაც ფინანსდება ძალადობის წახალისება, ეს არ არის კრიტიკის წახალისება, ეს არის ძალადობის წახალისება. ისევე როგორც არ ვიცი, ტერორიზმის წახალისება, კრიმინალის წახალისება ვერ იქნებოდა კარგი. ამიტომ აქ რა თქმა უნდა, манипуляცია იმით, რომ თითქოს ვინმეს პრობლემა აქვს კრიტიკასთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ჩვენ საქმეც იმაშია, ჩვენ ზუსტადაც რომ თავი გამოწვევა არის, რომ კრიტიკული დისკუსიის და დიალოგის შესაძლებლობა არ არის, ვინაიდან ნებისმიერი ასეთი კრიტიკული დისკუსია ჩახშობილი არის რადიკალური ოპოზიციის და NGO კლანის ხმამაღალი ყვირილით, ასე ვთქვათ, ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ არგუმენტებით, ისინი საუბრობენ ლოზუნგებით, რომელიც ჩვენ ნახეთ კიდევაც ბოლო პერიოდში გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, როდესაც ისინი პირდაპირ ამბობდნენ, არ აპირებენ მსჯელობას, აპირებენ ლოზუნგებით ბრძოლას კანონის წინააღმდეგ. ამიტომ არის რომ ვინც ამბობს, ვინც ამბობს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება აქვს რაიმე პრობლემა კრიტიკულ დისკუსიასთან, ის ცრუობს, ვინაიდან სინამდვილეში ერთადერთი პრობლემა, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას, არის ის პრობლემა, რომელიც აქვს ამერიკის ხელისუფლებას, გერმანიის, საფრანგეთის და ასე შემდეგ, პრობლემა რადიკალური ჯგუფების დაფინანსებისა უცხო ქვეყნებიდან. როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს არ უნდა, რომ უცხო ქვეყანამ დააფინანსოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკელი პოლიციელისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლის კამპანიის რომანტიზება, ხო არ უნდა სავარაუდოდ. ასევე ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოში ამერიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ მოლოტოვის კოქტეილის სროლა არის კარგი, თუ კი გაქვს მიზანი, რომელსაც შენ ესწრაფი და შეგიძლია ადამიანის ცოცხლად დაწვა. ამაში რომ ბიუჯეტის ფული იხარჯება, აი ეს არის სირცხვილი ზუსტად. LGBT პროპაგანდის კამპანიასთან დაკავშირებით დასავლეთის კრიტიკა თუ შეიძლება რომ ამ კრიტიკას რომ ეს ბოლო შეკითხვა. ჩვენ ამოვდივართ ქართული ხალხის ინტერესიდან. ჩვენ მე მოვისმინე სხვა შორის ევროკავშირის საგარეო კომისრის უბრალოდ წავიკითხე პრეზიდენტის განცხადება, რომელშიც იყო სამწუხაროდ იყო არასწორი ინფორმაცია გავრცელებული, თითქოს ეს იყო დაჩქარებულად მიღებული გადაწყვეტილება, რაც არის
აბსოლუტურად აცდენილი რეალობას და არ ვიცი მე საიდან ქონდა ეს ინფორმაცია. მე იმედი მაქვს რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სრულ ინფორმაციას აწვდის ბრიუსელის შესაბამისად. არანაირი დაჩქარებული პროცესი ეს არ ყოფილა. მარტში დაინიცირდა კანონპროექტი კონსტიტუციური ცვლილებისა და ამის ნაწილი და გამეორება არის ის კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და რამდენიმე თვე განიხილებოდა მათ შორის საკონსტიტუციო საჯარო განხილვის პროცესში 5000 მოქალაქეს შევხვდით 11 შეხვედრაზე 10 რეგიონში ვიყავით 5000 მოქალაქეს შევხვდით ქონდა ღია დისკუსია ამასთან დაკავშირებით და არის სრული მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ გამოითქვა სრული მხარდაჭერა ამ შეხვედრების დროს და გარდა ამისა 17 მაისს ვინც თუკი ვინ რომელიმე უცხოელი ვერ ესწრებოდა იმ შეხვედრებს რომელიც რეგიონში იყო და არიც ის მხარდაჭერა იყო თუ არა 17 მაისი ნახონ საინფორმაციო სივრცეში ახალი ამბები 2024 წლის 17 მაისის ნახონ ის სახალხო რეფერენდუმი რომელიც ჩატარდა ამ კანონთან დაკავშირებით და ნახავენ რომ ამ კანონს აქვს ხალხის სრული მხარდაჭერა ამიტომ გასაკვირი არის ის განცხადება რომ მოვისმენთ თითქოს ეს ქართული ხალხის ინტერესში არ არის რაც აბსოლუტურად აცდენილი არის რეალობას და მე ის მიკვირს თუ როგორ მოხდა ასეთი არასწორი ინფორმაცია ამგვარ განცხადებაში დიდი მადლობა